მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი და ეს არის ჩემი 21 დღიანი პროგრამის მე-19 დღე. ამ პროგრამის მიზანია სწორად დავხუროთ ფსიქოლოგიურად 2025 წელი და შევქმნათ მეტი ფსიქოლოგიური საფუძველი, მეტი ფსიქოლოგიური რესურსი 2026 წელს ჩვენი შედეგიანობის მატებისთვის. დღეს მინდა ვისაუბროთ წარმატებაზე. კერძოდ, წარმატების ისეთ მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელსაც ქვია რისკების გაცვლა. ძალიან ხშირად ადამიანები აღიქვავენ სხვა წარმატებულ ადამიანებს, ისე თითქოს ადამიანმა გარისკა და რაღაცეები გამოუვიდა და რისკს აქვს, ასე ვთქვათ, თავისი სწორი ალგორითმი, ხო? რისკი ეს არის, ასე ვთქვათ, უნარი, რომელიც შეგიძლია ისწავლო, სწორად გარისკო, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, რომელთა წარმატებულობაც იზრდება, რომელთა კეთილდღეობაც იზრდება, როგორც წესი ფლობენ ამ სწორად გარისკვის უნარს. ძალიან ხშირად რისკების გათვლაში გულისხმება ადამიანის მცდელობა განჭვრიტოს, რა შეიძლება მოხდეს მომავალში ნეგატიური და კრიზისული და რა შეიძლება მან, ასე ვთქვათ, ამას დაუპირისპიროს. ბუნებრივია კი ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, ამაზე დაფიქრება, ამასთან ერთად არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ. იმისათვის, რომ სწორად გავთვალოთ რისკები, მაგალითად იწყებთ რაღაცა პროექტს, რაღაცაში ფულის დაბანდებას აპირებთ, ან სხვა რესურსით შედიხართ. აქ ძალიან სასარგებლო იქნება, რომ სტარტზე, სანამ დავიწყებთ რამეს, წარმოვიდგინოთ, რომ არაფერი არ გამოვიდა, ყველაფერი ჩავარდა. ასე ვთქვათ, ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწიეთ და ამ შემთხვევაში გავიაზროთ, რამდენად ძლიერი იქნება დარტყმა, ხო? რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი დანაკარგები. და ვცადოთ, შევაფასოთ, ასე ვთქვათ, ზიანი, რომელიც მოგვადგება 10 ბალიანი შკალით. სადაც 10 არის ყველაზე დამანგრეველი ზიანი, 0 საერთოდ არანაირი ზიანი. და სანამ ამას შევაფასებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არასასურველი შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ასე ვთქვათ, განვიცადეთ წარუმატებლობა. რა პრობლემები შეიძლება წარმოშოს ამან. ზოგიერთი მათგანი ზედაპირზე დევს, ზოგიერთი, ასე ვთქვათ, ესეთი ნეგატიური მოვლენა, რაც მოყვება შემდეგ წარუმატებლობას, ხო, არ დევს ზედაპირზე, მაგრამ მას აუცილებლად შევხვდებით. ამიტომ აქ ნუ შეგწხვება ნუ რაფრის, ეძებეთ ინფორმაცია, დასვით უხერხული შეკითხვები, ჯობია 5-10 წუთი ვიღაცას მოეჩვენო უცოდინარ ადამიანად, ვიდრე მერე 5-10 წელი მოანდომო იმას, რომ ამოძვრე რაღაცა დიდი ფინანსური ორმოებიდან. და როდესაც გვაქვს სრული ინფორმაცია მეტნაკლებად იმის შესახებ, თუ რა პრობლემები შეიძლება წავაწყდეთ, აი შემდეგ ვაფასებთ, ხო? სრული წარუმატებლობის შემთხვევაში რამდენად დიდი იქნება ჩვენზე მომდგარი ზიანი. და თუ ეს ციფრი აღემატება 4-იანს, ან თუ არის 4-იანი და ქვემოთ, ეს რას ნიშნავს? რომ კი რაღაცა ზიანი მოგვადგება, მაგრამ ეს არ წაგვაქცევს, მოდი ესე ვთქვათ, და ჩვენ შევინარჩუნებთ უნარს, რომ გავაგრძელოთ წარმატების მიღწევის მცდელობები. თუ ეს იქნება 4-იანზე მეტი, შეიძლება დარტყმა ისეთ სიძლიერის იყოს, რომ ამან ისეთ პოზიციაში დაგვაყენოს შემდეგ, რომ გაგვიქრეს ყველანაირი შესაძლებლობა ვაკეთოთ რაიმე, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და სასურველი მიზნების მიღწევისთვის, სასურველი პროექტების რეალიზაციისთვის. აი თუ აღემატება 4-იანს, თუ ეს რისკი აუცილებელი არ არის, მაშინ ჯობია რომ არ გავრისკოთ და გაანვიხილოთ სხვა მიმართულებები, სხვა შანსები, ასე ვთქვათ, სხვა ვარიანტები. ასე რომ, ასე ვთქვათ, როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანს გეგმავთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მეთოდი იმისათვის, რომ დაფიქსდეთ რისკებს. იმიტომ რომ,
27 წელია ადამიანებს კონსულტირებას ვაკეთებ, ხო? მოდიან ჩემთან კონსულტაციებზე კლიენტები. მათ შორის ისეთ კრიზისულ სიტუაციებში, რომელთა, ასე ვთქვათ, თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაფიქრდებოდნენ აი ესეთ რისკებზე და სწორად აწონდაწონიდნენ ამას, ხო? არ დაკარგავდნენ უამრავი რაოდენობით დროს, ენერგიას, რესურსს, ჯანმრთელობას და ამ შემდეგ. ამიტომ, როგორც თქვი, ჯობია რაღაცა დროის მანძილზე ვიღაცა მიფიქროს შენზე, რომ შენ რაღაცეები არ იცი, არ გესმის და 38-ჯერ დასვა ერთ და იგივე შეკითხვები, მაგრამ ის ზუსტი ინფორმაცია მიიღო, რაც გჭირდება რისკების გასათვლელად, ხო? ვიდრე მე ძალიან ნანობდე, რომ აი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, არ გათვალე საწყისში. ამიტომ გისურვებთ გონიერებას, ის პროექტები, რასაც გეგმავთ, ასე ვთქვათ, შემდეგი წლისთვის, განიხილეთ, ასე ვთქვათ, შეხედეთ მათ რისკების პროგნოზირების ჭრილში, იმისათვის, რომ დაგეგმოთ შეძლების დაგვარად მხოლოდ ისეთი რაღაცეები, რაც თქვენ ცხოვრებას მხოლოდ წინ წაძევს. გისურვებთ წარმატებულ პრაქტიკებს, წარმატებულ მუშაობას საკუთარ თავზე. გილოცავთ ასევე ნიკოლოზობას და დღეისათვის სულ ეს იყო პრინციპში. მომავალ შეხვედრამდე.